შეექმნებათ თუ არა ტელეკომპანიებს პრობლემები ფინანსური მიმართულებით, ეს კითხვები და მოლოდინი აქვს ოპოზიციურ პროპაგანდისტულ მედიას. ისინი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად არ აღიქვამენ. მათი მხრიდან ეს აღიარება ხელისუფლების წარმომადგენლებთან პოლემიკას მოჰყვა. გითხარით რას აპირებთ? მე თქვენ მინდა გკითხოთ, რისი იმედი გაქვთ? რა ფორმით შეეზღუდება? არ ფიქრობ. ან თქვენ თუ იმედი არ გაქვთ, რომ ტელეკომპანია იმეს და ტელეკომპანია პოსტივის შეეზღუდებათ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, ამიტომ რომ ყველაფერი ნათქვამი. გამოდის რომ ფუჭად გაისრულეს ტყვია. ან ყველა ქმედება, განხორციელდება, რაც არის აუცილებელი იმისათვის, რომ ტელეკომპანია იმედს და ტელეკომპანია პოსტივის საქართველოში არ შეელახოს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. რისი შელახვაც სცადა ბრიტანეთმა იმას ბოლომდე დავიცავთ, ხო? ისევე როგორც 2007 წლის მერე მართალია 5 წელი დაჭირდა ტელეკომპანია იმედისთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების აღდგენას, მაგრამ საბოლოო ჯამში 5 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო ამ უფლების აღდგენა ტელეკომპანია იმედისთვის. ახლა არ დაგჭირდება 5 წელი, დაგჭირდება მაქსიმუმ 5 დღე იმისათვის, რომ სრულად უზრუნველყოთ ჩვენ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების დაცვა. ბანკებიც იქნება დაცული, ტელეკომპანიებიც იქნება დაცული, ყველა სამეწარმეო თუ არასამეწარმეო სუბიექტი თავის ადამიანის ძირითად უფლებებში საქართველოში იქნება დაცული. ინათ იგივე სანქციები თქვენს მიმართ შემოვიღოთ. იგივე ზომები თქვენს მიმართ რა მოქმედდეს. შელახვა არ იქნება ეს, ხო მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების. არ მივიჩნევ რომ ეს გამოხატვის თავისუფლება. ძალიან კარგი, მიღებულია პასუხი. ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული იყო ეს პასუხი, დამიჯერეთ. სახელმწიფო კომპანიები გააგრძელებენ თუ არა თანამშრომლობას იმედთან და პოსტივისთან. სახელმწიფო კომპანია და არასახელმწიფო კომპანიებმაც უნდა გააგრძელოს ბუნებრივია ორივე ტელეკომპანიასთან თანამშრომლობა. თქვენ ნუ გაქვთ იმის იმედი, რომ საქართველოში შეილახება მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, მეწარმეობის თავისუფლების ძირითადი უფლება. ეს იყო თქვენი პარტიის ხელწერა 2012 წლამდე. თქვენ პარტიას ჰქონდა ფეხქვეშ გათელილი, როგორც მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, ისე მეწარმეობის თავისუფლების ძირითადი უფლება. ვერ გავიგეთ რა საპასუხო ზომები იქნება მიღებული თქვენი მხრიდან. პარლამენტში აპირებთ რაიმე კანონის მიღებას? უბრალოდ ყოველსა ვიცოდეთ რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ხო? ჩვენ ფაქტობრივად ყავს ახლა თბილისში ყავს ბრიტანეთის ელჩის სახით ყავს ცენზორი დანიშნული, როგორც აღმოჩნდა, რომელსაც უნდა კითხოთ ახლა რას ნიშნავს ეს მათი გადაწყვეტილება. აღმოჩნდა რომ თურმე ბრიტანეთის ელჩი ცენზორად ყოფილა დანიშნული და ის გამარტავთ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მოკლედ საჭიროებს და მიხედავთ.